349 მომხრე 42 წინააღმდეგი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტს მხარი დაუჭირა. მხარდამჭერებს შორის 168 რესპუბლიკელი და 191 დემოკრატი კონგრესმენია. ეს ორპარტიული კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა. ქართულ ხალხზე ჩინეთის კომპარტიის, ირანის რეჟიმის და რუსეთის ფედერაციის გავლენის დასამარცხებლად ამ სათაურით იყო დარეგისტრირებული მეგობარი აქტი კონგრესის სხდომის დღის წესრიგში. კენჭისყრამდე კონგრესის ქვედა პალატაში სიტყვით 5 კონგრესმენი გამოვიდა. 3 რესპუბლიკელი და 2 დემოკრატი. ვრცელი გამოსვლა ჰქონდა ფლორიდელ კონგრესმენს ბრაიან მასმა საქართველოს სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. The Republic of Georgia was once a prime contender for NATO and an ally of the United States, especially following Russia's 2008 invasion. საქართველოს ნატოს წევრობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე იყო, განსაკუთრებით 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები სარგებლობდა სამხედრო და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობით და საქართველოს მოსახლეობა თავისი პროამერიკული განწყობებით ცნობილია. საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა შეარყია მმართველი ქართული ოცნების პარტიის ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას, ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით. პროდესავლური დემოკრატიული საქართველოს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები აშკარაა. საქართველოს შავ ზღვაზე მდებარეობის გამო ის შუა დერეფნის გავლით ვაჭრობისთვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს და შეიძლება რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენის გამაწონასწორებელ ძალად იქცეს. ეს კანონპროექტი საქართველოს ალტერნატივას თავაზობს. როგორც კი პრეზიდენტი დაადასტურებს, რომ საქართველო დაუბრუნდა თავის პროდესავლურ კურსს, კანონპროექტი ითვალისწინებს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას, სამხედრო თანამშრომლობასა და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარტნიორები კარგი საქციელისთვის უნდა დააჯილდოოს. ეს კანონპროექტი ქართულ ხალხზე თავდასხმას არ წარმოადგენს. კონგრესმენ ბრაიან მასტის შემდეგ კონგრეს მეგობარი აქტის მხარდაჭერისკენ დემოკრატმა ჯონ ოშესკიმ მოუწოდა. გამოსვლაში კონგრესმენმა საქართველოს წარმატების ისტორიაზე, რუსეთის საფრთხეზე და ერაყსა და ავღანეთში ქართულ მისიაზე ისაუბრა. მისი თქმით, დემოკრატიული პროგრესი მყიფია და მას მუდმივი ყურადღება სჭირდება. For years following the fall of communism, and particularly after the Rose Revolution in 2003, კომუნიზმის დაცემის შემდეგ, განსაკუთრებით 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში წარმატებით აშენებდა დემოკრატიასა და ეკონომიკას. ამავდროულად კი ცდილობდა ხელი შეეწყო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებისთვის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპელ პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის ინტეგრაციის გზა გაეხსნა და მას საჭირო რეფორმების განხორციელების საშუალებები ჰქონოდა. საქართველოს ისტორია წარმატების ისტორიაა. შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მდებარე საქართველო უფრო დიდი გეოპოლიტიკური ძალებისთვის უცხო არ არის. რუსეთი საქართველოს 2008 წელს პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს შეიჭრა და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის მიუხედავად ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული რეფორმების გატარებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ერაყისა და ავღანეთის ომებში, როგორც ეს ამ კანონპროექტშია აღნიშნული. 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც მათი თქმით გამჭვირვალობისკენ იყო მიმართული, თუმცა კანონპროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის მძიმე შეზღუდვების დაწესებას და მათ უცხოელ აგენტებად სტიგმატიზაციას. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში პარტნიორების გაფრთხილებებისა და პროტესტის ტალღების შემდეგ მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა 2024 წლის აპრილში ხელახლა წარადგინა. დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო, რომელიც არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. ეს კანონპროექტი საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე პასუხს წარმოადგენს. ეს ქართულ ხალხს აჩვენებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ დემოკრატიისკენ სწრაფვაში. პატივს ვცემთ მათ უფლებებს და მხარს ვუჭერთ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში უფრო ღრმა ინტეგრაციას. ეს მომავალში საქართველოს მთავრობასთან შესაბამისი თანამშრომლობისთვის ჩარჩოს ქმნის. მოუთმენლად ველი მის მიღებას და იმედი მაქვს, რომ მას ექნება სასურველი ეფექტი, რათა საქართველოს მოსახლეობას აჩვენოს, რომ კონგრესი ყურადღებით აკვირდება საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატები ზრუნავს თქვენზე და გსურს ევროპასა და ნატოში თქვენი მომავალი უზრუნველყოთ. საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცლად ისაუბრა თავად კანონპროექტის ინიციატორმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ულსონმა. მისი თქმით, ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმი ძირს უთხრის. როგორც ტრამპის თანაპარტიელმა კონგრესმენმა თქვა, ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ კორუმპირებულმა ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს. კანონპროექტთან დაკავშირებით ულსონმა თქვა, რომ ის მოიცავს სანქციებს ქართული ოცნების ავაზაკებისთვის, მათი უკანონო ქმედებების გამო და ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანა თავის კონსტიტუციით ნაკის რვალდებულებებს დაუბრუნდება. For more than 155 days, the freedom-loving people of Georgia 500 დღის განმავლობაში თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის საქართველოს ქუჩებში თავისი მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. მათი სურვილი ნათელია, ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებულმა ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს. საქართველო ყოველთვის დიდად აფასებდა თავის მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას და სამწუხაროდ ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმი და ამერიკის მოძულე მაფიოზების ჯგუფი ძირს უთხრის, რომელიც ცდილობს ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეებს, მათ
შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდოს. კერძოდ გადასცეს სპორტი, რომელიც ქართველი ხალხის უნდა იყოს. ჰქონდა პატივი, რომ ჩემს შვილებს ავღანეთსა და ერაყში ქართულ ჯარისკაცებთან ერთად ემსახურათ და ენახათ თუ როგორი მამაცები არიან ისინი. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ამერიკასთან კავშირის კრიმინალიზაცია დაიწყო და ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ამერიკული კომპანიების შეთავაზებები უარყო და $100 მილიონ მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ან მასთან აფილირებულ კომპანიებს გადასცა. ეს კი ამერიკის შუა დერეფანთან და ცენტრალურ აზიაში კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომას ბლოკავს. რეჟიმი პროპაგანდას ყოველდღიურად იყენებს და ამერიკელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დიპ სტეითის მარიონეტად აცხადებს. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ქართული ოცნების ბანდიტების წინააღმდეგ, მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის და ასევე უზრუნველყოფს ორმხრივი კავშირების გამყარებას საქართველოს მის კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემდეგ. მოგიწოდებთ ამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროთ. ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ. ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან. მეგობარი აქტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ყველა ადამიანი, ვინც დაკავებულია პოლიტიკური მოტივით და შეწყვიტოს მათ წინააღმდეგ სამართალწარმოება. ასევე მოუწოდებს შეისწავლოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები და ადგინოს. უნდა გამოცხადდეს თუ არა არჩევნები არალეგიტიმურად და პასუხი აგებინოს ყველას, ვინც არჩევნების პროცესში იყო ჩარეული. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრა და თქვა, რომ შტატები საქართველოში თავისუფლებას ყოველთვის მხარს უჭერდა და ეს კანონპროექტი ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა. კონგრესმენის თქმით, ქართული ოცნება ქართულ კოშმარად გადაიქცა. ოცნება საქართველოში აღარ არსებობს და ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებთან აახლოებს. Georgia's long been a great friend of the United States. საქართველოს უკვე დიდი ხანია ამერიკის შეერთებული შტატების დიდი მეგობარია. მე საქართველოში არჩევნებზე ვიმყოფებოდი, როდესაც მათ 12 წლის წინ ქართული ოცნება აირჩიეს, მაგრამ ქართული ოცნება ქართულ კოშმარად გადაიქცა. ოცნება საქართველოში აღარ არსებობს და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან აახლოებს. არალეგიტიმურმა ქართული ოცნების პარტიამ ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2024 წლის არჩევნები გააყალბა და მას შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქართული ოცნება მოსახლეობას არბევს, მათ შორის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების აკრძალვით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებით და სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენებით მომიტინგეების უკანონოდ დაკავებისთვის. დემონსტრანტები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში თავისუფლებას ყოველთვის მხარს უჭერდა და ეს ამ შემთხვევაშიც გამონაკლისი არ არის. ეს კანონპროექტი ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა. ეს კანონპროექტი ქართული ოცნების ოფიციალური პირების შეფასებას ითვალისწინებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და კორუფციის ხელშეწყობაზე. მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება და ქართული ოცნება დასანქცირდება. რაც ხდება ფაქტობრივად რევოლუციაა, სადაც პარტიის ხელმძღვანელ ივანიშვილს რუსეთში ინვესტიციები აქვს და ცდილობს ქვეყანა პუტინთან დაახლოს. კანონპროექტი საქართველოსთან ძლიერ ურთიერთობას ითვალისწინებს, როდესაც ის კონსტიტუციითა და ხალხის მოთხოვნით დადგენილ კურსს დაუბრუნდება. რაც შეეხება რესპუბლიკელ უორენ დევიდსონს, მან კანონპროექტის საწინააღმდეგო მოსაზრება დააფიქსირა და თქვა, რომ ეს არასწორი კანონპროექტია და კოლეგებმა ამაზე უარი უნდა თქვან. Everything that the chairman supports. This is a wrong-headed bill. ეს არასწორი მიმართულებით შემუშავებული კანონპროექტია. კოლეგებმა ამას მხარი არ უნდა დაუჭირონ. არ გვჭირდება ყველა იმ კონფლიქტში ჩართვა, რომელშიც გვიწვევენ და ასევე არც დამატებითი კონფლიქტების ძებნა გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ქართულ ხალხს ყველაფერი კარგი ვუსურვოთ ევროპის თავდაცვის მიმართ აღებული ჩვენი ვალდებულების გაფართოების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს არ შეუძლია რუსეთისგან საკუთარი თავი დაიცვას და ისინი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-საც კი არ ხარჯავენ თავდაცვაზე, რაც ნატოში გაწევრიანებისთვის მინიმუმს წარმოადგენს. მათ ვერ დაადანაშაულებ, როდესაც დიდი ქვეყნები, მაგალითად გერმანიაც არ ხარჯავს მინიმუმს. მათი ეკონომიკა არც ისე დიდია, ამიტომ მაშინაც კი თუ ისინი მეც დახარჯავდნენ, ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არასწორი მიდგომაა და ჩვენი სანქციების რეჟიმის ეფექტურობას ასუსტებს. ვფიქრობ, ეს საშინელი იდეაა. დოკუმენტი, რომელიც ქართული ოცნების ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას და ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას ითვალისწინებს, წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კონგრესის ზედა პალატაში, სენატში უნდა განიხილოს. მას შემდეგ, რაც კანონპროექტს სენატი დაამტკიცებს, დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება. მეგობარი აქტი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტმა 27 მარტს დაამტკიცა. მეგობარი აქტი თავდაპირველად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ულსონმა 2024 წლის მაისში იმ დროს წარადგინა, როცა ქართული ოცნება რუსულ კანონს იღებდა. ის 2025 წლის იანვარში წარადგინეს ხელმეორედ. სენატში კანონპროექტი რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა წარადგინეს. კანონპროექტის ოფიციალური სახელია ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში. მოკლედ სათაურად სიმბოლურად კი კვლავ მეგობარი აქტი დარჩა, რაც იშიფრება როგორც ანგარიშ ვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის ასამაღლებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზება და გაძლიერების აქტი.